რეალურად ეხლა ეს არ ხდება პირველად, როდესაც ნეიტრალიტეტის თემის, ასე ვთქვათ, აქტუალიზაცია ხდება კონკრეტული ჯგუფების მიმართ. მე ჩვენ წინა წლებშიც არაერთხელ გვინახავს ეს და შესაბამისად ეხაც ჩვენ გვესმის რიგი ჯგუფებისგან ასეთი მოწოდებები და საუბარი იმის შესახებ, რომ ნეიტრალიტეტი შეიძლება ძალიან კარგი აღმოჩნდეს საქართველოს კონტექსტში. უბრალოდ დრო და კონტექსტი რო ავიღოთ ეხლა ხო, ანუ რეალურად იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს საკმაოდ მძლავრი ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში და შესაბამისად ეს გარემოება უკვე უფრო ასე ვთქვათ, ასეთ თემებს უფრო მარტივად ახორციელებს მათ დისტრიბუციას საზოგადოებაში, ხო, ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ერთი მხრივ იყოს სწორედ ეს დამხმარე ელემენტი, რომ რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია უფრო ეფექტურად იქნეს განხორციელებული და მეორე შედარებით უფრო მძიმე სცენარი შეიძლება იყოს ის, რომ რაღაც იქნებოდეს კონკრეტული საინფორმაციო ფონი იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ან ამასთან მიმსგავსებული გადაწყვეტილებები იქნას მომავალ თვეებში მიღებული. შესაბამისად კი, ზუსტად ეს, იმიტომ რომ ჩვენ იგივე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული აგენტების კანონის შესახებადაც თუ მაგ პერიოდს გავხსენებთ, ხო, ანუ მაშინაც გარკვეული ფონის შემზადება მიდიოდა და მე ასე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შესაბამისად ეხაც შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული რაღაც კონკრეტული საინფორმაციო ფონის შექმნასთან და აქედან გამომდინარე, ხო, ზუსტად აი შეიძლება ეს არ გეგმაში არც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის დაშვება ჩვენ ისევ და ისევ წარსულიდან გამომდინარე გაივაზრებს ეს საფუძველი. და აი რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებით. გახდება თუ არა ეს ქვეყნის იზოლაციის, საერთაშორისო პარტნიორებისგან და ალიანსებისგან კიდევ უფრო დისტანცირების საფუძველი? რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის ეს იქნება უმძიმესი შედეგების მომდანი. ცოტა რომ გავშალოთ ნეიტრალიტეტის თემა, ზოგადად ნეიტრალიტეტი წლების განმავლობაში რუსეთის გეოპოლიტიკური იარაღი არის, ასე ვთქვათ, რომელსაც ის იყენებს თავისი მეზობლების წინააღმდეგ და ცდილობს, რომ თავის სამეზობლოში ამ ქვეყნების საზოგადოებაში ნეიტრალიტეტი წარმოაჩინოს როგორც რაღაც სუვერენიტეტის გაძლიერების საშუალება, როგორც ვთქვათ, საშუალება, რომელიც მოუტანს ქვეყანას მშვიდობას და თავიდან ააცილებს დიდ სახელმწიფოებთან დაპირისპირებას და ასე შემდეგ. თუმცა რეალურად რუსეთის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნეიტრალიტეტის პირობებში ქვეყანამ თქვას უარი დასავლურ ინტეგრაციაზე, შეიქმნას ერთგვარი რუხი ზონები მის საზღვრებთან, რომელიც არ მისცემს საშუალებას, რომ გაფართოვდეს დასავლეთი და ეს ქვეყნები გახდნენ, ასე ვთქვათ, დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი და შესაბამისად ისინი გახდნენ მოწყვლადები რუსული გავლენების მიმართ და შესაბამისად რუსეთმა ეს გამოიყენოს თავისი იმპერიალისტური მიზნებისთვის. ეს მიზანი აქვს ხოლმე როგორც წესი და რაც შეეხება უშუალოდ ნეიტრალიტეტის საკითხს, ხო, ანუ საქართველოს როგორც ნეიტრალური სახელმწიფო, ხო, ანუ ნეიტრალურ სახელმწიფოს სჭირდება თავისი კონკრეტული კრიტერიუმები იმისთვის, რომ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, ხო, ანუ ყველა მათ შორის მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ასე შემთხვევაში მე მგონი არ შეუძლია ხო ქვეყანას ნეიტრალიტეტის სამართლებრივი გამოცხადება. ხო, აი ხა დიდი დრო წაგვივა ჩვენ იმაზე რომ გავშალოთ ნეიტრალიტეტის ტიპები, იმიტომ რომ არსებობს სამართლებრივი, არსებობს ფაქტობრივი და ასე შემდეგ, თუმცა სამართლებრივი კუთხით იგივე ჰააგის კონვენცია რო ავიღოთ, ხო, ანუ ამ შემთხვევაში შენ ტერიტორიაზე თუ შენ აცხადებ ნეიტრალიტეტს, არ უნდა იყოს უცხოქვეყნის ჯარი და ავტომატურად ეს გამორიცხავს სამართლებრივ გამოცხადებას. თუ თქვათ ეს რაც ფაქტობრივი გამოცხადება იქნება, ამ შემთხვევაში შენ გჭირდება პირველ რიგში უსაფრთხოების სისტემა, რომელიც შენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალებას შეძლებს. ასე უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, თვითმკვარე ეკონომიკა და ეს ნეიტრალიტეტის ტრადიცია უნდა გქონდეს შენ ასე თქო დამკვიდრებული, როგორც ეს აქვს შვეიცარიას. შესაბამისად, საქართველოს არც ერთ კრიტერიუმში არ ჯდება 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს. რუსეთი არის დიდი საფრთხე და ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ნამდვილად არ არის მზად იმისთვის, რომ შეაკავოს ეს საფრთხეები და საქართველოში არც არის ეს ნეიტრალიტეტის კულტურა ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ საქართველოს ყოველთვის იყო პროდასავლური სახელმწიფო, თავისუფალი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენ ასე ვთქვათ, ვიღწვით, რომ გავხდეთ დასავლური ოჯახის წევრი, ვიღებთ ამ პროცესიდან სიკეთეებს და უცბად ამ სიკეთეებს ჩვენ უარი რო ვთქვათ, ფაქტობრივად ჩვენ დავუბრუნდებით 90-იანი წლების დასაწყისში ეგეთ მოცემულობაში. აქედან გამომდინარე, არც ერთი მოცემულობა და არც ერთი კრიტერიუმი არ ეძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ რაღაც მომენტში მაინც დავუშვათ საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადება. თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ უფრო სიღრმისეულად რომ მიყვეთ ამ თემის განხილვას, მინდა კითხოთ ნეიტრალიტეტისა და რუსული ჰიბრიდული ომის ურთიერთმიმართებაზე. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ მისთვის საინტერესო ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთი აქტიურად აწარმოებს ამ
თემის პროპაგანდას, მაგრამ საინტერესოა უფრო ზუსტად აი რა გზებსა და საშუალებებს, რა ტიპის манипуляციას იყენებს რუსეთი იმისათვის, რომ ნეიტრალიტეტი გამოიყენოს გეოპოლიტიკური იარაღად, მოკლედ. ხო, სტანდარტულად ეგეთ სიტუაციაში გამოიყენება დეзинფორმაციის, პროპაგანდის, პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური манипуляციის გზები და ამის ასე ვთქვათ აქტორები და განხორციელებლები ძირითადად არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, კონსერვატიული ჯგუფები ძირითადად, ვინც ვთქვათ რაღაც კულტურის, რელიგიის და ვთქვათ იდენტობის სახელით მოქმედებენ და ამის დაცვის მიზნით ისინი ვთქვათ ნეიტრალიტეტს წარმოაჩენენ როგორც მნიშვნელოვან მონაგარს ქვეყნისთვის, რომელიც დაიცავს მაგათ კულტურას დასავლური ბოროტებისგან, ასევე ექსპერტები გარკვეულწილად ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული სასულიერო პირებიც არიან ხოლმე, ვინც ამას ავრცელებენ და კრემლთან ასოცირებული პოლიტიკური ჯგუფები. ეხლა ჩვენ შორს არ წავიდეთ და პოსტსაბჭოთა სივრცეზე გადავერთოთ, ხო, ანუ ჩვენ ნანახი გვაქვს რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც ქვეყნები ნეიტრალიტეტს აცხადებდნენ ხოლმე, თუმცა ეს სრული ფიასკოთი სრულდებოდა. ეს არის უკრაინის მაგალითი, როდესაც იანუკოვიჩის პირობებში გამოაცხადა უკრაინამ ნეიტრალიტეტი იმ იმედით, რომ რუსეთი თავს არ დაესხმოდა, საბოლოოდ 2014 წელს შეიჭრა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე და მოახდინა მისი ოკუპაცია და 90-იანი წლების დასაწყისიდან მოლდოვა იყო ოკუპირებული, მოლდოვა გამოაცხადა ნეიტრალიტეტი იმ იმედით, რომ მოახდინა დეოკუპაციას და დნესტრისპირეთის დაბრუნებას, თუმცა ესეც ამაოდ დასრულდა. შესაბამისად, ეს კომპლექსურად როგორც თქვა, სხვა მეთოდებს იყენებს რუსეთი თავისი მეზობლების და ზოგადად სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ამ ჰიბრიდულ ომში, ეს ნეიტრალიტეტსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც მის ერთ-ერთ იარაღს ჰიბრიდულ არსენალში. თქვენ ამბობთ, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, რომელსაც არ აქვს, როგორც ახსენეთ, საკმარისი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები, ასე დროს უალტერნატივო და ყველაზე პრაგმატული არჩევანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება, თუმცა თუნდაც ჩვენმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს არ არის ხო მარტივი გზა. აი, უსაფრთხოების რა გარანტიები არსებობს საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომელსაც სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თუმცა ჯერ არ არის მსგავსი ალიანსის წევრი? ზოგადად ჩვენ რო ავიღოთ თანამედროვე საერთაშორისო სისტემა, ის უკვე ძირითადად საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა დგას ალიანსების სიძლიერეზე. აი, დიდი ქვეყნების რო ავიღოთ, იქ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ევროკავშირის ქვეყნები, ხო, ანუ ყველანი დგანან ალიანსები, ისინი თვითონ ძალიან ძლიერები არიან სამხედრო თვალსაზრისითაც, მაგრამ იმ თანამედროვე საფრთხეების საპირწონედ, ხო, ისინი მათ მაინც ესაჭიროებათ გარკვეული ალიანსების შექმნა. იგივე სიტუაცია არის პატარა ქვეყნების შემთხვევაში და აქაც კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, რომ ისეთი ქვეყანა როგორც არის საქართველო და აქ დავეხმარმე ალექსანდრე რონდელის თეორიას პატარა სახელმწიფოებთან დაკავშირებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ალიანსები, იმიტომ რომ ფიზიკურად გადარჩენის ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ დგება ქვეყანა საქართველოსნაირი ისეთ მძიმე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ყოფნის დროს, როგორშიც ჩვენ ახლა ვართ და ამ შემთხვევაში ჩვენთვის ალიანსებს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგივე 2008 წლის ომი რო ავიღოთ, ხო, ჩვენ მაშინ არც ნატოს წევრები არ ვიყავით, არც ევროკავშირის წევრები არ ვიყავით, თუმცა დასავლეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმისთვის, რომ შეეკავებინა რუსეთი თბილისამდე შემოჭრის კონტექსტში და ასე შემდეგ. შესაბამისად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ნატო თავისთავად, ეს არის ჩვენი მთავარი პოლიტიკური საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, თუმცა ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ სხვადასხვა სახის უსაფრთხოების მექანიზმებზეც, საერთაშორისო მექანიზმებზეც და სხვადასხვა ალიანსებზეც, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ თქვა სანამ სიტყვაზე ნატოში შევალთ, ჩვენ რაღაც კონკრეტული გარანტიები გავიძლიეროთ და თვითონ ეს პროცესი, რაც გულისხმობს ნატოსა და ევროკავშირის ინტეგრაციას, ყველა ის სიკეთე, რასაც ჩვენ აქედან ვიღებთ, ხო, რეალურად გვეხმარება ჩვენ ინსტიტუციურ გაძლიერებაში, ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში და ჩვენი უსაფრთხოების სისტემის თვისებრივად ახალ საფეხურზე გადაყვანაში და შესაბამისად კომპლექსურად ეს ყველაფერი უკვე უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს უფრო მაღალ წევს და აძლიერებს. ხოლო რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო მიზანი უნდა ნატო იყოს, თუმცა მანამდეც ეს ყველა სიკეთე უნდა გამოვიყენოთ, რომ მზად ვიყოთ პოტენციურ საფრთხეებს გავამკლავდეთ, რაც რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. თუმცა სულ უფრო პრობლემური ხდება, შეიძლება ითქვას, თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული ურთიერთობები. ჩვენ ნახეთ ევროკომისიის ანგარიშით, სადაც საკმაოდ მწვავე და კრიტიკული გზავნილები ისმის საქართველოსთან დაკავშირებით. აი, ამ ფაქტორების და მათ შორის ქვეყნის ამჟამინდელი საგარეო კურსის გათვალისწინებით, როგორ გესახებათ ეს პროცესი? რა თქმა უნდა, ამ არსებული პოლიტიკით, არსებული საგარეო პოლიტიკით და იმ მდგომარეობით, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის, ძალიან რთულია რაიმე სამალ გეგმებზე საუბარი, თუმცა მე ამაზე ვსაუბრობ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ თუნდაც ის პოლიტიკა გვექნება, რომელიც 2 წლის წინ იყო, ამ პირობებში უნდა მაქსიმალურად ვიმუშაოთ იმაზე, რომ
ის არსებული მექანიზმები რაც გვაქვს თავისთავად გამოვიყენოთ, მაგრამ ახალ მექანიზმებზე უნდა ვიმუშაოთ ინტეგრაციულზე, რაც არის თქვათ ნატოსა და ევროკავშირის ფარგლებში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ალიანსი არა მხოლოდ დასავლეთ, არამედ იგივე აზიის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და აფრიკის ქვეყნებთან, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თუ გვინდა ჩამოყალიბდეთ ძლიერ ქვეყანას, რომელიც იქნება დაფუძნებული თქვათ ისეთ ღირებულებებზე, როგორიც არის თქვათ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი უსაფრთხოების სისტემა და ამ შემდეგ ამ ყველაფერს ჩვენ ალიანსების და ძლიერი საგარეო ასე თქვა კავშირების გარეშე ვერ მოახერხებთ. მარტო ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ და შესაბამისად ეგ უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამომავალი წერტილი, რომ რაც შეიძლება გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები და ჩვენი ალიანსები.